მოგესალმებით, მე ახლა ხელთ მაქვს იდუმალი ყუთი, რომელიც არც იღება და სამწუხაროდ არც მისი გასაღები ვიცით სად არის. იმიტომ რომ ჩვენ ჯერ არა გვაქვს ნანახი სპექტაკლი იდუმალის კიბრი. რეპეტიცია ახლა მიმდინარეობს ილიაუნის თეატრში, შეგვიძლია რომ ჩვენც შევიდეთ და ვნახოთ რა ხდება აქ. როგორც რეჟისორი ამბობს, ეს არის სპექტაკლი დიდებისთვის, როდესაც ისინი იყვნენ პატარები. კახა, გამარჯობა. სკივრი თან მაქვს, მაგრამ ვერ გავაღე. მოდი გითხარით, რაზეა სპექტაკლი? სპექტაკლი არის სკივრში ჩაკეტილ ბედნიერებაზე და კეთილდღეობაზე და ამ სკივრს როცა გახსნიან, უკვე დედამიწაზე მოაქვს აი ეს ყოველივე საუკეთესო ბედნიერება, სიკეთე და რა ვიცი, რაც კი საუკეთესოა და მშვიდობა. მიდის თებე და მატე, რომლებსაც ეხლა ძინავთ, მიდიან გასაღების მოსაძებნად და სწორედ აქ არის ძალიან საინტერესო, როდესაც ისინი ხვდებიან განზომილებაში, სხვადასხვა სივრცეში ხვდებიან ბებიას, რომელიც სხვა განზომილებაშია გადასული და ჩემთვის საყვარელი სცენა, როდესაც ისინი ეკლიან საზღვართან ხვდებიან და საზღვრის იქით ესაუბრებიან მანდარინის ხეს, რომელიც მათ ელოდება და გმირს, რომელიც საზღვრის იქიდან მოდის და პირობას მისცემენ ერთმანეთს, რომ ჩვენო თუო გავხსნითო იდუმალ სკივრსო, ენკენის თვეს აქ მანდარინის ხეს და შევხვდებით ერთმანეთსო. ძალიან ემოციური იყო, როდესაც ფრაგმენტს ვუყურე სპექტაკლიდან რეპეტიციის მიმდინარეობის დროს და საინტერესოა, რას ეფუძნება თქვენი იდეა, საიდან წამოვიდა ეს აზრი? სხვათა შორის, ზოგადად მე არ ვწერ. არ არის ეს ჩემი სფერო, მაგრამ მოხდა ისე რომ ეს ზღაპარი დავწერე მე შემომეწერა, შეიძლება ასე ითქვას და ჩემი სათქმელი იყო ის ტკივილები, ალბათ რომელიც ტკივილებიც მე დამაქვს, უბრალოდ იცით რა ხალხი დაიღალა რაღაცა ნეგატივით, ამდენი უარყოფითი პერსონაჟი და ჩვენ ზღაპარში უარყოფითი გმირი არ არსებობს, ყველა დადებითია და ჩემი ინსპირაციაც სწორედ ის იყო, რომ სად არის ბედნიერება, როგორ უნდა ვიპოვოთ ის და საბოლოო ჯამში ალბათ მაინც ყველა მივდივართ და ხვდებით, რომ სიყვარულით შეგვიძლია ყველანაირი მავთულხლართი გავხსნათ და ბედნიერება დაბადებისთანავე ჩვენ ხელგვეწიფება და თან მოგვაქვს. ალბათ, არ ვიცი, ეს ჩემი სუბიექტური აზრია. საინტერესოა ისიც, რომ აქ პერსონაჟები მხოლოდ ადამიანების როლებს არ ირგებენ, აქ ხეებიც კი ადამიანების შესრულებით გამოდიან სცენაზე. ბოლოს ეს ყუთი გაიხსნება? ბოლოს ეს სკივრი გაიხსნება თუ არა, ანუ მსახიობ ნუცა სულაბერიძეს კი არ კითხოთ, არამედ თვითონ პერსონაჟს თებეს გავაღვიძოთ და ვკითხოთ. თებე. ძინა. თებე შეგიძლია გაიღვიძო და გვითხრა, ბოლოს სკივრს გახსნი თუ ვერა? გასაღებს იპოვი? აი ასეთი სახით დავასრულებთ ჩვენ ჩართვას ილიაუნის სცენიდან 17, 18 და 19 იანვარს თქვენ შეგიძლიათ გაიგოთ, გაიხსნება თუ არა ეს ყუთი, სადაც იმალება ბედნიერება და სიყვარული. უბრალოდ სკივრი გამახსნევინა ერთი მართლა ისე რომ აი სულ გახსნილი. მაგრამ 17-დან გაიხსნება